აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარე მორიგი შეხვედრა ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან გამართა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრაზე სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ვაგრძელებთ შეხვედრებს აფხაზეთის განათლების და კულტურის ახალ მინისტრთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სადაც ხვდებით ადმინისტრაციულ პერსონალს, პედაგოგებს და უშუალოდ მათთან გავდივართ მიმდინარე საჭიროებებს, გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დევნილი მოსწავლეების ღირსეულ გარემოსთან, სასწავლო პირობებთან, სწავლა-სწავლის პროცესთან და რა თქმა უნდა მათ მომავალს. მოვისმინეთ პედაგოგებისგან მოსაზრებები, იყო იდეათა გაცვლა და ეს ყოველივე უკავშირდება უკეთესი სასწავლო ხარისხის ორგანიზებას, ზრუნავყოფას და შესაბამისად ყველაფერი რაც არის ჩვენთვის პრიორიტეტული იყოს მიზანშედეგობრივად დაკავშირებული არსებულ სიტუაციებთან, გეგმებთან და მისი შესრულების კვადრებთან. შეხვედრა იყო ნაყოფიერი, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა, ასევე შეხვდნენ პირველ კლასელებს, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.